მორიგი დღე, მორიგი მე ჯეოთიმის გამომწერებო. თუ ეგ მაიცა? სალამი, ქოროებო, როგორ ხართ? დღეს დიდი დღეა, იბერია 1999 ფლორას დაუპირისპირდება, როგორც სახეთ წინა ბლოკში. 3-2 გავიმარჯვეთ ესტონეთში და ეხლა მივემართები მე მიხეილ მესხის სტადიონზე, სადაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი გულშემატკივარი იქნება, მაგარი გულშემატკივრობა გვექნება და ფეხბურთელებიც ამ ყველაფერს დაგვიფასებენ და გავალთ მომდევნო ეტაპზე. ვინც არიცით, იმათთვის ავხსნი ბარემ რა. აი მაგალითად ეხლა ფლორასთან გავედით შემდეგ ეტაპზე, ხვდებით სლოვან ბრატისლავას. ფლორასთან შემდეგ ეტაპზე გასვლით, ჩვენ ვინახდებთ რამე ცუდ ვარიანტში კონფერენს ლიგის პლეი-ოფს. ანუ თუ გავედით ფლორასთან და რომ გავალთ ფლორასთან და შემდეგ შევხვდებით სლოვან ბრატისლავას, ვაიდა! წავაგეთ, გადავდივართ ევროპა ლიგაზე, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ვაიდა, მოხდა საშინელება და იქაც წავაგეთ. მესამე შანსი გვაქვს და ეს შანსი არის კონფერენს ლიგის 1 თამაშის მოგება. 2 თამაშიანი იქნება, მაგრამ უნდა გავიდეთ რა, მოკლედ და ჯგუფში ვართ რა. აი ესე კარგად აქვს საქმე იბერიას ვიტყოდი, ამიტომ ჩვენ მაინც მაქსიმალური ვეცადოთ, რომ გამოვწუროთ, გულშემატკივრებმა ვეცადოთ, რომ ხარი დაუჭიროთ ბიჭებს და ბიჭები დარწმუნებული ვარ ყველაფერს იზამენ. თუ არ იზამენ, შესვენებაზე შევალ და რა შვებით, ბიჭო, ხალხი ის არის, რა ქვია და აი мотиваცია მიეცემათ მაგრად. აი მოკლედ სტადიონიდან დაგიბრუნდებით რა, აღტკინებული ვარ ძალიან დღეს და თქვენც ასე მრავალს დაესწარით, ჯანმრთელობაში ვიყავით. ჩვენც მას მივესალმოთ და გავახსნაროთ, აღახონო დანახვა გამიხარდა. როგორ ახარ, ხორო? აი ხარ, ძმაო. გამარჯობა. რავი, აი მომზადების ამბავში ვართ, ვემზადებით და დღეს აუცილებლად მოვიგებთ 3-0-ს რა. ეხა ჩაგისვავ 3-0 თუ არ ვარჩა, მაინც ჩაგისვავ. კი, 3-0. თუ 3-0 ვერ მოვიგეთ, აი ამ კიკინას მოვიჭრე ბოლო-ბოლო. მართლა? კი, რა თქმა უნდა, სიტყვის კაცი ვარ და ერთხელ და ორჯერ კი არ გადამიგდია ვინმე, მაგრამ ამჯერად არავის არ გადავაგდებ. შევხვდებით თამაშის მერე. ჩად, მე აფეთქებების ცოტა მეშენია და თლად ვერ გავეკიდე ბიჭებს. ახე რა, აღაროლეს უკვე ყველაფერი რა. დაუშვეს ეს ბოლები და მაიმუნობები. არ მქონდა მოგების იმედი იმ თემაში, რომ გასვლაზე ვიყავით ესტონეთში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი გუნდი ყავს, რთულია რა, ძალიან რთულია. მაგრამ შევძელით, მოვიგეთ. ფერს ვფიქრობ, მოვიგეთ. აქ მოგებას ვფიქრობ. 2 გოლით მაინც. შემდეგ ეტაპზე თუ ვერ გავალთ, წვერი გაიბარსე. ვაფშე თუ ვერ გავალთ? აი ხა შემდეგ ეტაპზე თუ ვერ გავალთ, ხო, კაი ის არის შეთავაზება. კაი, არა პრობლემა. ძალიან კაი შეთავაზება. მე სად ჩაგაბაროთ ეს თავანი? მეც ამას გავიპარსავ ზედა ქვედას და მე ერთად ჩავბარდეთ. იბერიას თამაში ხო მოუწევს მე. გადავიღოთ ხო? ხო. კი ბატონო, არა პრობლემა. დავაი, ანუ არც ერთს არ გვიწევს წვერის გაპარსვა. გადავხსნით. W Bondo, ნახეთ ჩაადრა კადრებია. არა და აი სად ვართ. არა და აი აქ ვართ. მე ვუთხარი რომ ძალიან cold გამოვლა გამიგეთეთ მეთქი ბიჭებო და აი მაგას მოგეთებენ. გამიარეთ, არ მომესალმოთ, გამიარეთ. აი, ახე. ძალიან მზეა. აი ჩვენი ახალი ფეხბურთელი მომესალმა თუ ვერ გაიგეთ, ხო როგორ ხარ რომ მეთქი, ნიჩიო შე როგორ ხარ თქო. არცალია ეხა ვიღებ მეთქი და კაიო ბოდიშიო და წავიდა. აი კაპიტანი მოწოდების სიმაღლეზეა. ესე იგი წინა ვიდეოში ხო გაჩვენეთ იქ ესტონეთში გასახდელი, ეხა საქართველოშიც გაჩვენებთ ბარემ რა. აი აქედან იწყება. ფეხბურთელების იგენი, აი ესე დაალაგებული, ესე ლამაზად, მაგიდაზე რაღაცები. ნუ აი ესე აიმხელა ოთახი. ეხლა დღეს ვინ გაიტანს გოლს? წინაზე არ დაიჯერა ხალხმა, რომ ესე რა ქვია, ერთხელ გადავიღე მარტო და ასე შემდეგ და მოდი ეხლა აი პირდაპირ შევატრიალებ და ვინ გაიტანს გოლს? მოდი აბა წავიდეთ.
აქეთ. ნუ დღეს ერთი გოლის გატანა უწევს ბედოს. ნაჭყებას დღეს პასის გაკეთება უწევს რა მოკლედ და სიხარულაშვილმა წინაზე გაიტანა, არ ჩაითვალა და დღეს უკვე ჩაუთვლიან. აბა, რა ვიცი, ნახოთ აბა, იქნებ კიდე გამოვიცით. უნდა მოვიგო დღეს აუცილებლად და ისტორია დავწერო ჯგუფში უნდა შევიდეთ. ვამოში ბერია. ვაიმე, რა განწყობაზეა, პროსტა თავიდან ალბათ არ გესმოდათ და დავაი ისო რა, შემოგევლეთო ყველას გამოიწერეთ ქოროს არქივი, მაგასაც იძახდა. არა დაი პირველივე წამზე ვარტყავდი გოლის ავტორს. ვაიმე. სიხარულაშვილმა წინაზე გაიტანა, არ ჩაითვალა და დღეს უკვე ჩაუთვლიან. აბა ნაჭყები. ასისტი მინდა რა. აიმე, ბიჭო. პენალტია თუ რა არის? არა. აფსაიდ. ვაიმე. ქორო. აი, ავქნა ეხლა. ვიღებ თამაშს და მერე მოვალ. ნაჭყებას დღეს პასის გაკეთება უწევს რა მოკლედ. გაუქმდა გოლი. დიდი მადლობა. ორით ერთი, მადლობა. ანუ იმენა დეჟავიო 2-2 2-0 იყო იქაც გასვლის თამაში 2-2 გახდა 2-0 ვიგებდით ახაც 2-2 გახდა თუ ეგრე მიდის მაშინ მესამე გვიწევს რა ვახ ნახოთ აბა ძაგო დაძაბულობა კულმინაციას აღწევს და მაკარასია ეს მეთქი ამორტყი მაგარ შეაგდე დასრულდა გავედით ახლა მოვიდა იბერიას ვარჯიშზე 4 დღე დარჩა სლოვან ბრატისლავასთან თამაშამდე რა 21-ში 8 საათზე ისე მიხელნისხზე სლოვან ბრატისლავასთან თამაში და ნახოთ აბა ბიჭები როგორ ემზადებიან რაღაცებს კითხავ ჩატ აბა თუ იცნობთ ეს ვინ არის უკვე ჩემი ვიდეოებიდან რას ფიქრობ როგორ შეაფასებ თამაშს აი ესე პროფესიონალურად რა იყო თქვენი შეცდომა და რა პლუსები გქონდათ ეგ გითხარი შეცდომით დავიწყებ რომ შეცდომა არა მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად მოვიკოჭრეთ და მეორე ტაიმის შუა ნაწილიდან ინიციატივა მოწინააღმდეგე გუნდს გადავეცი და ბევრი ვერ ხვდება მაგრამ ფეხბურთში ხარ რომ გაუშვებ ერთს და მეორე მეორეს ძალიან რთულია იმ თამაშში დაბრუნება ამიტომ უკვე სხვა გზა აღარ ქონდა ანგარიშ შენარჩუნებაზე თამაშობდი და გაგვიმართლა რომ აღარ გავუშვით მესამე და გავედი შემდეგ ეტაპზე თუმცა პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის დასაწყისი ძალიან კარგი იყო მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ და ძალიან ყვავილ ვარ მაგ 60 წუთით. ფლორა და სლოვან ბრატისლავა განსხვავდება რა ერთმანეთისგან ალბათ ერთი თავით მაღლა დგას სლოვან ბრატისლავა და ეხლა სლოვანთან რო ესეთი რამე მოხდეს ხო აი შანსი არაა რომ გაპატიოს. აი სხვაობა იქნება ეგ რომ ხარისხიანი ფეხბურთელები ყავს უფრო სლოვანს და ფიზიკურად არ ამგონია ფლორაზე ძლიერები იყვნენ იმიტომ რომ ფლორა ძალიან ძლიერი გუნდი იყო ფიზიკურად ანუ
სირბილითაც ისე და ახალგაზრდა ბიჭები. ჯანითაც, ხო და სლოვაკების დაახლოებით ეგეთები არიან და სლოვანიც ეგეთი სტილის გუნდია. მე მგონია რომ ბარსას სისხლი აქვს, იმიტომ რომ იაი ტურეს ალბათ ეყარება შემტევი ფეხბურთი და ეს ტიკი-ტაკა როგორც იტყვია. აი პირადად შენ ახლა აი წნეხი საერთოდ აღარ გაქვს ხოლმე? თუ შენც გაქვს წნეხი, აი თქვა 2 გოლი რო გაუშვით, შენც ცოტა ისე იყავი თუ პირიქით აი უნდელებზე იყავი გადართული რომ ბიჭები გავამხნევოდა რაღაცა. იმიტომ რომ აი ხა ყვავის სასაკის ხარ უკვე და ხელა გამოსილება. ხო, აი ხა რო უკვირდები ჩემ თავს არ მქონდა ეგეთ წნეხი, რომ აი არ წავაგე. ადრე უფრო მქონდა ხოლმე ბავშვობაში, რომ აი ჩემს გამოგუნდა არ წავაგოს მით უმეტეს 2-2 გახდა. 1 გოლი წვიტავდა და ეგ ფიქრები არ მქონდა, რომ ჩემს გამო შეიძლება წავაგოთ, ეხა არ გაუშვა შეცდომა რაღაც. უფრო იმაზე ნერვიულობდი, რომ რეალურად გოლი არ გაუშვათ, რომ მე დამატებით დროში რა გველოდა კაცმა არ იცის. ამიტომ ეგ წნეხი უფრო მქონდა, ვიდრე ის, რომ რამე შეცდომა არ დაუშვა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად, გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვებას ვიზეიმებთ. პირველ რიგში ორივე თამაშის პირველი ტაიმი იყო ძალიან კაი ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქამდე რაც ვთამაშე ესეთი გავაგებული და შემტევი და მაღალი პრესინგი ესეთ არც ერთ გუნდთან არ ვითამაშია. ორი თავს რო ვიგებდით, გასტანი ქონდათ მაგათ 3 გოლი და ვფიქრობდით, რომ მარტივად წავიდოდა და ვდუნდებით რა. ჩემი აზრით ეგ არის პრობლემა რა. ჩემი აზრით სუბიექტური. მაგარაც მაგას ამბობდა რომ 2-2 რო იყო უკვე ანუ იმდენად იმაში ვიყავით უკვე მანდრაში და რაღაცა რომ უკვე არ გაშვებაზე ვიყავით. ხო, ეგ ეგრე უნდა გვეთამაშე ხა 2-0-დან 2-2 რო გავიხადოს, მე ხომ სლოვანთან იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ რომ 90 წუთი კონცენტრაცია გქონდეს რა. თუნგ სახურმა რო დაგტოვა რა სიტყვი მაგაზე. ცოტა ცუდ დროს დაგტოვა, მაგრამ მაგის კარიერისთვის ეგრე იყო ალბათ საჭირო და მაგას მეთქი მაგის კარგი დაგვაკლება მაგრამ იმედია არა გავალთ მაინც რა. ძალიან მიხარია რომ ამდენი გულშემატკივარი და რაღაც მოვა. პირიქით რა ურმაგი мотиваცია არის ეგ რა ეხა ეროვნულ ლიგაში ვთამაშობ და დედა ჩემის გარდა და ოჯახის წევრების გარდა არავინ ვარ დადის, ეხლა რომ ბევრი ხალხი მოდის, უფრო დიდი პასუხისმგებლობა და უფრო წნეხი არის, მაგრამ ეგ სასიამოვნო წნეხია. ეგეთი მომენტია 2-2 გახდა უცბად რაღაცა და სრული სიჩუმეა და უცბად გულშემატკივარი აყვერდა რომ იბერია რაღაც გამხდარა. ხო მოქმედებს მაგრამ ეგის და აი რო გავდივართ რო არ შეგეძლოს ხო გაიქცევი. ეგ უნდა მithქვა რომ აი ხანდახან არის რომ ბოლოს უკვე ხო აღარ შეგიძლია თამაში და ისე თამაშობ რომ უკვე აი აჭიმული ყველაფერი დაღლილი ხარ რაღაც, მაგრამ აი გულშემატკივარი რომ აი ყვირის და რაღაც შეძახილებისა უკვე აი ისეთი ენერგია გეძლევა რომ კი. აი მე კი ვამბობ. თანავეც აი თავიდანაც რომ შევიდეთ რომ დავინახეთ ტაში რომ დაგვიგეს რაღაც ეგეც ძალიან მოქმედებს რა. კი, აი ფეხბურთელებზე ზოგადად ეგეთი რაღაცები მაგრად მოქმედებს. ვაგერ ამ ადამიანის პირიდან მოისმინეთ თქვენ თვითონვე რომ მაყურებლის ხარდაჭერა გულშემატკივარი მნიშვნელოვანია რა ძალიან რა. კი. ამიტომ ხედავთ ხე გადავსებული რო არის და გოლებზე რო ხმაურობენ და თუნდაც რაღაც კაი მომენტებზე აი ხელა ენერგია გეძლევა რომ მე მაგათ ფინტზეც რო რეაქცია წარწევ და კი ბრძოლას რო გიფასებენ რა მოკლედ რა. და დამაგინებთ თეორიაზე. კაი წავიდა თეორიაზე დადის მადლობა გადაუხადოთ და ამ ყველაფრის მეც ვიძახდი რომ ფეხბურთელებს სჭირდებათ ეგ ყველაფერი, მაგრამ აი თვითონ ფეხბურთელის მხრიდანაც მოისმინეთ ახლა თქვენ თვითონ რომ თუ არ გაიქცება დაუყვირეთ დადიანი გაიქეცი და აი თუ არ გაიქცება მე ჩემთან მოდით და მე მოუგვარებ რა. სულ ეს იყო. ბიჭებსაც მოусმინეთ. კარგ ხასიათზე არიან, ბრძოლის განწყობაზე არიან და მოკლედ კიდევ ერთხელ აბსოლუტურად ყველას გელოდებით მოედანზე და კომენტარებში დამიწერეთ ისე რატომ უნდა მოგცეთ მაინც და მაინც თქვენ იბერია სლოვან ბრატისლავაზე დასასწრები ბილეთი და მე აუცილებლად ამოგარჩევთ ადამიანებს ვიცით რობოტებს ფიზიკურად ვერ ამოვარჩევ და გადმოგცემთ ბილეთებს. აბა დროებით, აბა ჩვენ ვიცით. დიდი მადლობა.